ყველა ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ ომი საქართველოში რუსეთმა დაიწყო, რომ ომი უკრაინაში რუსეთმა დაიწყო, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო. ამის ფონზე ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება საქართველოში, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, უფრო სწორად ოცნების უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ ოფისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მყოფი ფსბ-ს წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი სცენარი, რის მეშვეობითაც ქართველი მოღალატეების ხელით ხორციელდება სამხედროების, ომის ვეტერნების, ჩვენი გმირების სულში ჩაფურთხება, შეურაცხყოფა, დამცირება, რითაც უნდათ ამ ყველაფრით ძირითადი ის მუხტი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, აქედან გადაიტანონ ყურადღება და ალბათ აქვთ კიდე სხვა მიზნები და ჩანაფიქრები ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ამ სიტუაციიდან გამომდინარე ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში რაც ხდება მოქმედი და ყოფილი სამხედროების მხრიდან, ის რომ ხმამაღლა აცხადებენ და არ ეგუებიან ამ სიტუაციას, მივესალმები და ყველა თითეული მათგანის წინაშე ქეთს ვიხრი. მე დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება ეს პროცესი და ყველა მოქმედი თუ ყოფილი სამხედრო პირები აღნიშნულ პროცესს გააპროტესტებენ და ხმამაღლა იტყვიან თავის სათქმელს. დღესდღეობით რაც ხდება საქართველოში, მე არ მინდა ესეთი საქართველო. მე არ მინდა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა გმირად შერაწყოს ჯალათი სამშობლოს მოღალატე გომელაური ხარება და თავისი კლანი დააჯილდოს ორდენებით და ქართული ჯარი და ქართველი გმირები ამ ფორზე რუსების და ქართველი მოღალატეების მიერ შეურაცხყოფილნი იყვნენ. მე მინდა მოგიწოდოთ ყველა ოფიცრებს, რიგითებს, სერჟანტებს ამოიღეთ ხმა, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით, რათა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ, ჩვენმა პარტნიორებმა ნახონ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს არ ეგუებიან მოქმედი და ყოფილი სამხედროები, ვეტერნები და ასე შემდეგ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკას, არჩევნებს და ასე შემდეგ. რა დროის არჩევნებია, რა დროის პოლიტიკაა, რა დროის პარტიებია. პირველ რიგში მთელი ერი, შინ თუ გარეთ, ემიგრანტები, მებრძოლები, ქართველი ხალხი უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი პირველი ამოცანა უნდა იყოს რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში. ამის შემდეგ გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, ვინ იქნება სათავეში. ეს ჩვენ უნდა შევძლოთ, ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ და საქართველოს უნდა ჩამოაშოროთ რუსული რეჟიმი ხელისუფლებიდან. ორი სიტყვით მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, რაც ეხება მესაზღვრე რობოკოპებთან დაკავშირებით. მინდა მოგმართოთ მესაზღვრე რობოკოპებო. ეს რაც გავიდა, ეს არის მხოლოდ ანონსი. თქვენი ბედი თქვენს ხელშია, რაც უნდა გააკეთოთ, კარგად იცით. მე მაქვს თქვენი ყველა ინფორმაცია, თქვენი ყველა მონაცემები,
თქვენი ყველა ვიდეო, ძალიან ბევრი ვიდეო და საუბრები, რაც ხდება შიგნით ადმინისტრაციულ შენობებში, რაც ხდება რუსთაველის გამზირით და ასე შემდეგ. მე გაძლევთ შანსს, რომ თქვენ დადგეთ ქართველი ხალხის გვერდით, ჩაეხსნათ ამ ჯალათურ არა ადამიანურ წესებს, რასაც თქვენ ახორციელებთ და დადგეთ ქართველი ხალხის გვერდში. დაიცავით ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თორემ არცეთ თქვენთაგანს არ დაგინდოთ, როგორც გუშინ გავაკეთე და თელმა ქვეყანამ ნახა, ვინ არის ჯალათი გოჩა ჯანჯღავა, ისე გაგიცნობთ თითეულ თქვენთაგანს. მე მინდა გაჩვენოთ ის ქართული ფორმა რომელი ფორმაც 22 წელი ვატარე და რომელი ფორმაც ზუსტად 4 თვის წინ, როდესაც 28 ნოემბერს ძალოვნებმა დაარბიეს რუსთაველზე შვიდობიანი მოქალაქეები ამის პროტესტის ფონზე, მე ეს ფორმა გავიხადე და თქვი სიტყვა, რომ მე ამ ფორმას აღარ ჩავიცმევ საქართველოში, სანამ არ აღსდგება კონსტიტუციური წესრიგი და საქართველოში, სანამ საქართველოდან რუსულ რეჟიმს არ გავისტუმრეთ. მინდა საჯაროდ დავდოფიცი ღვთისა და ქართველი ერის წინაშე, რომ მე საქართველოს მოქალაქე 2008 წლის ომის მონაწილე, უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილე, თადარიგის პოლკოვნიკი გოჩა ბერიძე, ვაცხადებ, რომ არ შევეგუები რუსულ რეჟიმს საქართველოში, სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ რუსული რეჟიმის დასამარცხებლად და ყველაფერს გავაკეთებ ჩემს ხელთ არსებული ძალებით, რათა საქართველოში დასრულდეს რუსული რეჟიმი. და თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით, ქართველმა ერმა ვერ გავერთიანდით, ქართულმა ჯარმა და პოლიციამ არ დადგა ქართველი ერის გვერდში და რუსული რეჟიმი დარჩა საქართველოში, მაშინ მე ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ჩავიცმევ ამ ფორმას, შევალ ქალაქ სოხუმში და ავაფრიალებ ქართულ დროშას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში და სამაჩაბლოში გმირულად დაცემული ქართველი მებრძოლების, უკრაინაში გმირულად დაცემული ქართველი მებრძოლების, შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის და ძმები რომბელაშვილების უკდავსაყოფად მე ამას შევასრულებ. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას.